ლარი ერთ დღეში კიდევ 3 პუნქტით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ხვალიდან $1 შეძენა 1 ლარად და 98 თეთრად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ კერძო ჯიხურებს, $1 ფასი 2 ლარამდე მერყეობდა. ექსპერტები ლარის გაუფასურებას ქვეყანაში შემოსული უცხოური ვალუტის სიმცირით ხსნიან. დოლარის გამყარება სამომხმარებლო ბაზარზეც აისახა. ლარის პარალელურად ექსპერტები ნავთობპროდუქტებზე ფასის ვარდნას პროგნოზირებენ. 1 ლარი და 98 თეთრი დღის მანძილზე ლარის კურსი დოლართან მიმართებაში რამდენჯერმე შეიცვალა და 3 პუნქტით გაუფასურდა. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ამბობენ, რომ დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა. ლარის კურსის ვარდნის გამო კი მომხმარებლები დაზარალდნენ. საბანკო სექტორში ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 2 ლარს უკვე გადააჭარბა. გაჩნდა მოთხოვნა დოლარზე, ამიტომ აიწია დოლარის კურსმა 1.95-დან 1.98-დან დაახლოებით. უფრო მომხმარებელი ზარალდება ვიდრე ლარის გაუფასურების გამო, როგორც თავად ამბობენ, დაზარალდნენ მოვაჭრეებიც. ბაზარზე გაზრდილი ფასების გამო მომხმარებლის სიმცირეს უჩივიან. არა ვაჭრობა, ნაკლებია ზან. ხორციელობა ჯერ არა გაზრებული. დანარჩენი ყველაფერი. უკრაინული, რუსული, რაც შემოდის საზღვარგარეთ, ყველაფერი გაზრებულია. 10-დან 20%-მდე. ნულზე ვართ ასე გამოდის. ახლა აქ ისეთ კლიენტებიც არ დადის ბევრი, რომ რაღაცა ბევრი გაყიდო და რაღაცა დარჩეს და პურის ფულიც არ რჩება ფაქტიურად. ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა საწვავის გაიაფების ერთ-ერთ ფაქტორადაც სახელდება. ნავთობიმპორტიორები ფასის შემცირებას სამომავლოდაც პროგნოზირებენ, თუმცა კონკრეტულ ციფრს ვერ ასახელებენ. ექსპერტების განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე 1 ბარელი ნავთობის ფასის გათვალისწინებით საქართველოში 1 ლიტრი საწვავი $1.5 უნდა გახდეს. ყველაფერი თუ შენარჩუნდა ნიშნულები როგორც არის პლაცისაც და კურსისაც, მაგ შემთხვევაში ფასი დაიკლებს. რამდენით დაიკლებს ფასი და როდის დაიკლებს, ეს არის დამოკიდებული კონკრეტული კომპანიების მიხედვით მათი ლოჯისტიკური თავისებურებებიდან გამომდინარე. ექსპერტები ლარის გაუფასურებას ქვეყანაში შემოსული უცხოური ვალუტის სიმცირით ხსნიან. ერთ-ერთ ფაქტორად დეკემბერში ბიუჯეტიდან წინა თვეებთან შედარებით 2-ჯერ მეტი რაოდენობის ლარის გადინებაც სახელდება. ის თუ როგორი იქნება ლარის კურსი ხვალ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რამდენიმე მაკროეკონომიკურ პარამეტრზე. პირველი, როგორი იქნება პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში, როგორი იქნება ფულადი გზავნილების ნაკადები, როგორი იქნება შემოსავლები ტურიზმიდან და ექსპორტ-იმპორტის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, გავლენა ლარის კურსზე. ექსპერტების განცხადებით, ლარის კურსის სტაბილიზაცია ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.